წვიმიანი გაზაფხული აგრარულ გარემოს ცვლის. ერთი მხრივ მცირდება გვალვების რისკი, რაც სტიმული ხდება საძოვრებისა და ბალახების ზრდა განვითარებისთვის, მეორე მხრივ ზედმეტი ნალექი და სიგრილე ბევრ კულტურას აზიანებს, ზრდის დაავადებებს და ართულებს მოსავლის აღებას. განსაკუთრებით მოწყვლადია ბოსტნეული კარტოფილი, სიმინდი, ვენახი და ხეხილი. წვიმიან ამინდებს და მტენიან დღეებს თავისებურად დადებითიც აქვს და უარყოფითი. უარყოფითი რა არის ახლა ზედმეტი ტენი, როცა არის ჰაერში და ნიადაგის რო ტენიანდება, ფოთლები ვერ ასრებენ იმ აორთქლებას და ტენის აორთქლებას და ამიტომ სცენარე ავადდება ამ დროს. ეს არის ჭრაკი და ნაცარი. ზედმეტი ტენისგან. იმიტომ რომ ყოველდღე წვიმს, ყოველდღე წვიმს. ფერმერი ვერ ასრებს სცენარის შეწამლას. როცა წვიმა მოდის 2-3 დღე, ფერმერი მაშინვე მიდის მცენარეებთან და სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლავს მას. მაგრამ ახლა მას არ აქვს საშუალება რომ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იცვლება ამიდი და შეწავლოს მცენარე. ამიტომ ეს ტენი გროვდება ფოთოლში და ფოთოლი ვერ ასრებს ამ ტენის აორთქლებას და ფოთოლი ვერ სუნთქავს როგორც საჭიროა. ამიტომ ეს იწვევს დაავადებას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენთან არის ადგილები, სადაც მორწყვას მოითხოვს მცენარეები და წყლის მოყვარული მცენარეები გვაქვს ჩვენ. არის გვალვაგამძლე მცენარეები, არის ტენის მოყვარული მცენარეები. აი ტენის მოყვარული მცენარეებისთვის ეს წვიმიანი ამიდები კარგია, მაგრამ განსაკუთრებულად როცა სცენარე არის თვითონ ბიოლოგიურად შემზადებული იმისთვის, რომ ის იყოს გვალვაგამძლე და კარგად უძლებს სიცხეს და გვალვიან ამიდებს და ამ დროს ბევრი წყალი რო დაიგროვდება ფესვთა სისტემასთან, ამ დროს უარესი ამბავი ემართება იმითი, რომ ეს ემართება სიდამპლე ფესვის. ზედმეტი ტენისგან, იმიტომ რომ ფესვთა სისტემა ვერ შეიცავს ამდენ წყალს. ამიტომ მუდმივად წყალში როა ფესვთა სისტემა, ფესვებს რომელიც ის შეიცავს ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს. მაგრამ ეს ბუსები მაშინ უმოქმედოა, იმიტომ რომ სულ წყალშია და შეწოვის უნარი არ აქვს. მაგრამ ესე იგი ამ დროს მაინც ფერმერს სულ ეხვეწებით, რომ 2 საათიც რო იყოს ამინდი, როგორმე მოახერხე და შეწამლეს სპილენძის შემცველი პრეპარატით, იმიტომ რომ ის სპილენძის შემცველი პრეპარატი იმას აკეთებს, რომ ფოთოლზე მოქმედებს დადებითად და სუნთქვის საშუალებას აძლევს ფოთოლს. კი ბატონო, ეს ვენახია, ეს არის ატამი კურკოვანებიდან ატამი. ესე იგი, ატამი ძალიან ავადდება ამ ნაცრით. ნაცარს მოყვება მერე გუგრი და ტიპა, მავნებლები. ამიტომ ეს ნაცრიანდება ატამი, ნაცრიანდება თხილი. ფოთლები ვერ ასრებს ტენის აორთქლებას და ნაცარი ემართება. ნაცრიანდება ბოსტნეული კულტურები, განსაკუთრებულად პომიდორი და კიტრი. მართალია, კიტრი არის ტენის მოყვარული მცენარე და წყალი ძალიან უყვარს, მაგრამ ზედმეტ წყლის აორთქლებას ვერ ასრებს ფოთოლი, ვერ ასრებს პომიდორი და ამიტომ აი აქაც ცუდად აგვაქვს საქმე. საშინელება, ესე იგი, გემო არ აქ რატო აქ ახლა შევს გემო? იმიტომ რომ როცა მზედა სინათლეა, ნაყოფში გროვდება შაქარი. ახლა როცივა ამ დროს მზედა სინათლე არ არის, ნაყოფში როგორ გროვდეს შაქარი. ამიტომ შაქარი არ გროვდება ნაყოფში და ნაყოფი არის შედარებით უგემური. ხოსი მაინც არ ვარდება, რას არ უნდა უგემური იყოს, იმიტომ რომ თან ძვირუჯდება ფერმერს ამ დროს ამ ხილის მოყვანა. იმიტომ რომ სულ უნდა წამლოს, სულ სპილენძის შემცველ პრეპარატთან უნდა იტრიალოს. ვეტერინარების შეფასებით
წლევანდელი წვიმიანი და შედარებით გრილი გაზაფხულ-ზაფხული მეცხოველეობისთვის დაახლოებით 80%-ით დადებითი ფაქტორია და მხოლოდ მცირე ნაწილში ქმნის დამატებით რისკებს. ხშირი ნალექის შედეგად საძოვრებზე ბალახის საფარი უკეთ ვითარდება, იზრდება ბუნებრივი საკვების რაოდენობა და მცირდება გვალვისგან გამოწვეული სტრესი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილფახარ ქოსანი პირუტყვისთვის, რადგან საკვები ბაზის გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ცხოველის მდგომარეობაზე, წონამატზე და პროდუქტიულობაზე. გრილი ამინდი ცხოველებისთვის დამატებითი უპირატესობაა ზაფხულის პერიოდში, რადგან მცირდება გადახურების, გაუწყლოების და სიცხით გამოწვეული სტრესის რისკი. ასეთ პირობებში პირუტყვი უკეთ იკვებება, ნაკლებად იღლება და ორგანიზმიც შედარებით სტაბილურად ფუნქციონირებს. თუმცა ვეტერინარები რისკებზეც საუბრობენ. ზედმეტი ტენიანობა ხელს უწყობს ტკიპების, ბუზების, კოღოების და სხვა პარაზიტების გავრცელებას. ასევე თუ სადგომები სველია, ან საძოვრებზე წყალი დიდხანს ჩერდება, შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა ინფექციის გავრცელების საფრთხეც. სპეციალისტების რეკომენდაციაა ფერმერებმა ყურადღება მიაქციონ სადგომების სიმშრალეს, საძოვრების მდგომარეობას, ცხოველების რეგულარულ დათვალიერებას და პარაზიტების წინააღმდეგ დროულ პროფილაქტიკას მიმართონ. აქ ორი მომენტია, უფრო პლუსები უფრო მეტია ვიდრე მინუსები. პლუსი ის არის, რომ მოსავალი იქნება კარგი, განსაკუთრებით სასილოსე კულტურები. ამაში იქ სადაც ურწყავის სისტემებია, მოსავალი უფრო მეტი უკეთესი იქნება ვიდრე მოსალოძნელიო. სული ის არის, რომ თუკი ვეგეტაციური პერიოდი ემთხვევა მოსავლის აღებას და ხანგრძლივი წვიმებით წავიდა, მაშინ მოსავალი უჩნდება. მაგალითად, თუ დაგვიანდა ხანგრძლივი წვიმების გამო ვერ იქნა აღებული მარცვლოვანი კულტურები, შეიძლება გაფუჭება დაიწყოს მარცვლოვანმა კულტურებმა. მაგრამ ახლა სეზონი ისეთია, რომ მეტნაკლებად, რომ ისეთი ხანგრძლივი პერიოდიც არ არის, რომ ასეთი ცუდი გაფრინდება 80% დადებითი. ძალიან კარგი. ეხა უშუალოდ მეცხოველეობაში რაღაცა დაავადებების რისკი ბატონო ამირან ვეტერინარული თვალსაზრისით? არის ერთი დაავადება არის ასეთი, რომელსაც არ უყვარს ასეთი ჭარბიტენიანობა. არის მაგალითად დაავადება პიროპლაზმოზიდები, კიბით გამოწვეული დაავადებები. წვიმიანი ამინდებში და მის შემდგომ კიბი არის ძალიან აგრესიული და აქტიური და ეს დაავადება უფრო მასიურ ხასიათს იღებს. საძოვარზე რო გადის პირუტყვი, ასეთ შემთხვევაში მაგური კვებების დროს მეტნაკლებია. ამიტომ პრევენციული ღონისძიებები შველის მას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, წლევანდელი წვიმიანი სეზონი აგრარულ სექტორში ორმხრივ სურათს ქმნის. მეცხოველეობისთვის ის ძირითადად სარგებლის მომტანია, რადგან საძოვრები ძლიერდება, ხოლო მემცენარეობისთვის ჭარბიტენიანობა დამატებით გამოწვევად რჩება, ნიადაგის გადატენიანებით, დაავადებების გავრცელებითა და მოსავლის აღების შეფერხებით. საბოლოოდ მთავარი მაინც ცოდნაა, როგორ ვმართოთ რისკების სწორად, როგორ დავიცვათ მცენარეები, ცხოველები და მოსავალი ისე, რომ ბუნებრივი პირობები ზიანის ნაცვლად შესაძლებლობად ვაქციოთ.